მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის საქართველოში მიმდინარე პროცესები. რადიკალური ოპოზიცია გადავიდა რადიკალურ ზომებზე და სწორედ ამ თემას გავაანალიზებთ ბატონ სოსოსთან ერთად. სანამ გადაცემას დავიწყებთ, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაიზიარეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მოგესალმებით ბატონ სოსო, მადლობა გიხდით სტუდიაში მოგზაურობისთვის დიდი მონოლოგით თავს არ შეგაწყენთ. პირველი კითხვა მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და სკანდალურია ამავე დროს თქვა სპეცდანიშნულების რაზმი. ეს არის ყველაზე ესეთი უწყება, რომ მე მგონი ყველა წინახაზე სპეცდანიშნულების რაზმია, ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა ქვეყანაში სპეცდანიშნულების რაზმი არის ხელშეუხებელი. საქართველოში სამწუხაროდ დაიწყო მათი სურათების გამოქვეყნება, მათი ვინაობის დადგენა, გასაჯაროება ამ ადამიანების. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში ღებულობდნენ მონაწილეობას, წინახაზე იყვნენ ეს ადამიანები. ეს ადამიანები დიახ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყვნენ ამ სტრუქტურაში, ასევე იყვნენ შევარდნაძის დროს, ასევე არიან ქართული ოცნების დროს და ასე იქნებიან მომდენო ხელისუფლების დროს. მაგრამ ხდება წარმოუდგენელი ბულინგი ამ ადამიანების, მათი კავშირი კრიმი. ეს რამდენადაც გავარკვიე იურისტებთან, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა იმ პირმა, რომელიც მათ გამოაქვეყნა მათი ფოტოები, უნდა აგონ კანონის წინაშე პასუხი. თქვენი პასუხი გვინდა ხა ამ თემაზე ბატონ სულ რას გავს ეს? ეს გავს სახელმწიფო ღალატს. ეს არის პირდაპირ ღალატი, ეს არ არის ამ ტელევიზიების მიერ მოპოვებული ცხადი, ეს არის სადაზვერვო ოპერაცია. საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოს და ამაზეც ვისაუბროთ, რომელიც სახელმწიფო აქ ჩართული და რომელიც სპეცსამსახურებია ჩართული და მათ მოიპოვეს ეს ინფორმაცია, ბუნებრივია მათ დაზვერვა აქ მუშაობს, მათ შორის უწყებებში და გადასცეს იმას ტელეპირვას და ტელემთავარს. ახლა მთავარი აქ რა არის? მთავარი ის არის, რომ ის გასაგებია, რომ ახლა დაუშვით ბრიტანული რაზვერვა მოიპოვებდა ამ მონაცემებს, მაგრამ მთავარია, რომ ინსტრუმენტები ყავთ აქ საცეცები, რომლებსაც არ ეშინიათ ამ აშკარად სახელმწიფოებრივ ღალატის ჩადენა საჯაროდ. როცა საუბარი გქონდა ჩვენ წლების განმავლობაში, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლის ასწრაფოთარი ახსადგენი, ზოგიერთები ყურებს არ იბარტყუნებდნენ, აი შედეგი. ეს პირდაპირ ღალატია. ეს გაწერილი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება. თანაც რაზეა საუბარი, რომ სპეციალური სპეცრაზმი წარმოადგენს სტრატეგიულ, ქვეყნის ინტერესების დაცვის ინსტრუმენტს. ხო? ეს ადამიანები არიან წინახაზზე ყოველთვის, აი და ნებისმიერ სიტუაციაში, ხო? და ამ დროს მათი დეზორგანიზაციის მიზნით ქვეყნდება ეს ინფორმაცია, ხდება მათზე ბულინგი. ეს არის ჩვეულებრივი სპეცოპერაცია ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიის მიხედვით და გულისხმობს იმას, რომ ამის შედეგად უნდა მოხდეს დეზორგანიზაცია სახელმწიფო უწყებების. ანუ სახელმწიფო იმ შემთხვევაში თუ იქნება ერთიანი და არ დაიწყება რღვევა მის შიგნით, ამ პროტესტებს შანსი არ აქვს, მაგრამ თუ მოხდება დეზორგანიზაცია და დაიწყებენ გადახტომას ნავიდან დაუშვათ მაღალი ჩინები, ნუ ეს მაგ შემთხვევაში იწვევს რა თქმა უნდა დეზორგანიზაციას, აი ეს ხდებოდა მაგალითად სირიაში, რომლად გადაქცევასაც ჩვენ გვიპირებენ სხვათა შორის, ამაზეც ვისაუბროთ და არა მარტო როგორ ხდებოდა თან რომ საინფორმაციო ოპერაცია, საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციები ქვია მაგას. ხდებოდა ისე რომ ვრცელდებოდა ჭორო გადადგა და უშუალოდ ვიღაცა. აი მაგალითად გადადგა ღარიბაშვილი ხო გაავრცელეს, ხო? გადადგა შემდეგ ვიღაცა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ რომ დაიწყო რღვევა და იწყება ქვედარგოლებში იწყება პანიკა. ხო, ქვედარგოლებში იწყება პანიკა და ეს უნდა მიმდინარეობდეს ბულინგის ქვეშ, ანუ შიშის ქვეშ, ანუ ანგარიშწორების მუქარის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ადამიანები ფიქრობენ რომ ახლა რაით ვის თუ გადადგა, მაშინ მე რა მეშველება, რამიტომ ჩუმად ვიყო. ამ გზით მიიღწევა დუმილის სპირალი. აი ესეთი ტიპის ოპერაციაა, ეს აქედან გამომდინარე, ამაზე უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება. ეს არის პირდაპირ გეუბნებით სახელმწიფო ღალატი.
ეს ტელევიზიები კაცო ვინ დაფინანსებს ეს ტელევიზიები ეს ადაზვევო პირდაპირ სამსახური გვაქვს ეს შეპრობილები რო ყავს ეს ჩვენი ეს ჰარპიები ჩვენი ჟურნალისტები ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები ეს სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან რომლებიც არიან პირდაპირ დაპროგრამებულები აი მაგალითად როგორც გუშინის რო იყო რა გვარია ის გოგო არ ვიცი რა გვარი და სახელი არ მინდა მისი გავიმეორო ის რუსოს რო უძახდა პრემიერს ხო თუ ჯერ ერთი პრემიერი არ უნდა ელაპარაკებოდეს და არ უნდა იწვევდეს და აკრედიტაციას უნდა ართმევდეს ასეთ სუბიექტებს ეს ერთი ელისო ჯარიაშვილზე რა მნიშვნელობა ხო ყველანი არ არიან ეგეთები არ არიან TV პირველის მოდი ასე ვთქვა ეშმაკეულთა ისა რა ქვია რაზმი ხო და საერთოდ ამ სამეულის ეშმაკეულთა შეპრობილთა რაზმები ყავთ ხო ესენი არც კალები არ არიან რაღაც კაცები არ არიან ეს სხვა არსებაა უკვე ადამიანობისგან დაცლილი აბსოლუტურად ხო და ვინც მათ უყურებს და სიამოვნებს ისინი მით უმეტეს ესენი კემაინც ხელფასიანი ეშმაკეულები არიან და ესენი ეშმაკეულების მონები არიან ხო ეს ნებაყოფლობით ახლა პრემიერი ჯერით მაგრამ არ უნდა ელაპარაკებოდეს კაცო ეს არ არის დონეთა შორის გასხვავება უნდა იყოს უნდა მაგას ელაპარაკებოდეს სპიკერი ჯერით ეს ერთი მეორეც ეგეთი უნდა არსებობდეს ქსევის წესი რომელსაც ის უნდა ასრულებს წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს აკრედიტაცია არ შეიძლება რომ პრემიერსა და იმას შორის რა ქვია ამ ელისო ჯარიაშვილის შორის მიდიოდეს დისკუსიები კაცო და ელისო ჯარიაშვილის ბრიფინგი იყო იქ პრემიერის კი არა და ბოლოს დაიძახა რუსო ჯერთ რუსოს რო იძახი გინდა სომეხო აფხაზო ქართველო ეგეთი კნინობითი ფორმით ეთნონიმის ძახილი ეს არის ეთნიკური შუღლის გაღვივა ამაზე არსებობს სისხლის სამართლის ხო არის რეალურად ხო ამას სამართლის კოდექსში არის სპეციალური ეთნიკური შუღლის გაღვივა რას ნიშნავს რუსო ესე იგი რას ნიშნავს ყველა რუსი არის სალანძღავი სახელია რუსი რუსული ნიშნით იყო სწორედ ელისაშვილის გადაწყვეტილება ალიბაბაებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა და ამათ ესენი სპეციალური სპეცოპერაცია ეს რუსო მაგათ კი არ მოუგონიათ ეს დამუშავებული იქ თავისუფლების ინსტიტუტში რომ გამოიყენო ეს იმისთვის რომ მე გააღვიო არ დაუშვა არავითარ შემთხვევაში რაიმე ტიპის ნორმალიზაცია და პირიქით გამოიწვიოს სამხედრო დაპირისპირება და ომი აი ეს არის თელი ფილოსოფია ეგ არის ბატონ სოსო აი თქვენ ძანეთ რომ ამას ვიტყვი რომელი ქვეყნის გავშიფროთ ეს თემა გავაანალიზოთ უბრალოდ რომელი ქვეყნის სამსახურები არის ჩართული იმაში რომ საჯარო გახდა საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმის სახით მათი ქორწილის ფოტოებიც კი გამოქვეყნდა ნუ ეს ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს პირდაპირ უნდა სასწრაფოდ დაიკეტოს ეს ტელევიზია არც მეტი არც ნაკლები ის სპეცრაზმი უნდა მივიდეს და დაკეტოს ახლა თქვენ გეტყვიან რომ თავისუფალ სიტყვა თავისუფალი სიტყვა სახელმწიფო ღალატი თავისუფალი სიტყვა არის კაცო რა შუაშია თავისუფალი სიტყვა არის ტერს იმაშვები ესე იგი მაგის საქართველოს ტერს ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ სპეცნაზერს მიაგნოს ესე გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროება ეს რას ნიშნავს ესენი უნდა დაიკეტოს სასწრაფოდ ეს არის საყოველთაოდ წარმოუდგენელად ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ეგ რომ სადმე ეგ რომ მოხდეს მაგალითად იცი რამდენი შეერთებულ შტატებში რამდენია მაგაზე 97 წელი მიცეს თუ აღარ მახსოვს ზუსტად ახლა იქ ფაქტჩეკერები რა ის რომ გაასაჯაროა ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცმა სია გაასაჯაროა ზუსტად და ასანს რამდენი მიცეს იქ რომ რა ქვია სნოუდენს რამდენი მიცეს ამერიკაში რამდენი მიცეს ყვითელჟილეტიანების ვინაობა რო გასაჯარავდეს ეხლა ხო წარმოგვიდგენიათ რა მოხდება ყვითელჟილეტიანებზე არა ყვითელჟილეტიანები პროტესტანტები საფრანგეთში როცა მას ამბავს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კაჟღერებისთვის ნუ ათეულობით წელი ეჭებათ ადამიანებს წარმოიდგინეთ და ახლა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არაოდ ამის გულისთვის რას უზამდნენ ტელევიზიას კი არა საერთოდ იმას რა ქვია მოანატრებდნენ საერთოდ ცის შეხედოს კაცო რა ხდებოდა საფრანგეთში ხედავთ არა ესე ჩვენი მართლაც უკუღმა რო აქვს ტვინი მოწყობილი ესე იგი რომ მიხვიდე ახლა მაგალითად იმაში შეერთებულ შტატებში მაგრამ ავიღოთ ხო ეგ არის შუქურა და მიხვიდე და თეთრ სახთან ესე იგი მიხვიდე ან კონგრესთან აიღო იქ ქვები ისინი რა ქვია პიროტექნიკა კიდე რა ვიცი ლაზერები
და დაუშინო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა, რა თქმა უნდა, არ მოგწონს დაუშვათ რა, მოსად მოუწონ არის მეტი რა აქვს მაგათ, ხომ დაუშვათ. არ მოგწონს აპგრეიდში რა ნებისმიერი რამე, ხო, რამდენიც გინდა იმდენი, ხო? და დაუშინო იქა და ისა პოლიციელები იდგნენ ესე საწყალი ამერიკელი ისინი რა ქვია, პოლიციელები. იდგნენ ესე და მიდიოდეს იქ ნანუკა ქაჯაია თუ რაგვარები არიან, ეგენდა ის რაგვარი ეს კიდე და უძახდეს იქ რაღაცებს და მე თან ბიჯავდეს იმებს და ესენი იდგნენ და მე რომ დააკავებენ, რომ დაარქვა რომ მოცალადე რეჟიმმა დააკავა. გესმით? ანუ ეს ხო სრული ეროვნული გამოთაყვანებაა, აი სრული გამოთაყვანება, ამას რომ ადამიანები ლაპარაკობენ, კაცო. ეს ხო წარმოუდგენელია, უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანი შეიძლება ესე გამოთაყვანდეს და თან მასობრივად. ესე თუმე სპეციალისტი და პოლიციასა შეიძლება მიხვიდეთ ცემო და იმახმა არ უნდა მოიხოს. იმიტომ რომ ევროპისკენ მიდიან ესენი. დიახ. გამიგეთ? ევროპისკენ ახალ ესენი მიდიან და რუსეთში მიაქანებენ და რაღაც მოაქანებენ. ესე იგი თურმე ამიტომ აქვთ უფლება რომ ცემო. ბავშვებს 3 წლის ბავშვი ეყენა იქალა თუ რამდენი წლის იყო ანგელოზივით ბავშვი ვიღაც დეგენერატ მშობელს მათ და წარმოიდგინე და რაღაცებს ამღერებდა და ამას რა ქვია ამას ნორმალურია ეს ახლა არის არც ერთი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ძალიან ბევრია საქართველოში ამაზე განცხადება არ გაუკეთებია ეგენი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები ძვირფასო მაყურებლებო არის ქვეყანაში იმისთვის და საერთოდ ეს მთელი ქსელი იმისთვის არის და იმისთვის ლობირებენ ეს არასამთავრობოები იმ კანონებს რომელსაც ლობირებენ რომ სახელმწიფო იყოს აბსოლუტურად მორჩილი და მათ ავადმყოფურ ზეგავლენას დაექვემდებაროს. რისი შედეგიც განათლების სისტემაში რაც დანერგეს ეგერ გვაქვს ადამიანები რომლებიც არ დადიან როგორც ქართველები არ იქცევიან როგორც ქართველები პროტესტს გამოხატავენ როგორც ქართველები არ გამოხატავენ აი ესე ვაჩვენებდნენ მაგალითად და რაღაც დაღწუნაობდნენ ეშმაკეულებივით ხომ აი ეს სრულად წარმოუდგენელი და ამავე დროს ამ განათლების სისტემაში და გარდა ამისა სხვა ტექნოლოგიური მაღალტექნოლოგიური ინფორმაციული ტრენდების გამოყენებით რა გააკეთეს და ადამიანებს სრულად მოდი ასე ვთქვათ დაამუხტეს ეს ადამიანები ისე რომ საერთოდ უსაგნო თემაზე ქვეყანას ანგრევინებენ და რა არის ახლა ეს უსაგნო თემა პირველი არანაირ ევროკავშირში არავინ არ მიგვიღებს სულ რომ ცალფეხზე ვიდგეთ დიდი ბრძენი ბურჯანაძე რო იყო ის კი არა გიორგი ბურჯანაძე სახელმწიფოს მოადგილე იმის რეკომენდაციებს რომ მიყვეთ და კიდე იმას როგორია გია ჩუტლაშვილი რო არის თუ დავით ჩუტლაშვილის რეკომენდაციასაც რომ მიყვეთ და ევროკავშირში შესასვლელად გავხდეთ ყველანი გეები მაინც ვერ მიგვიღებენ ხო თუ ევროკავშირში ჩვენ შესვლას დაჭირდება რომ მე გავხდე გეიო მე გავხდები გეიო და იქ ვიღაცები უწოდებდნენ რა თავგანწირული ბიჭიაო დიახ ხო გესმით აი ეს არის თანამედროვეობის კოპერნიკი ჯორდანო ბრუნო ჰეროიკა ასეთი უნდა და მე მთელი ეს პარტიები დაეწყდნენ დავით ჩუტლაშვილის სახელობის პარტიები და დაეწყდნენ მოაწერეს ხელი გეი მემორანდუმს ხო გახსოვს და ეს კი არა ტრაგედია ახლა ესენი რა მაპატიე და მეძავებიც არიან ეს გასაგებია ჩემთვის მაგრამ თუმცა რატომ უნდა მაპატიოთ ეს მეძავი ლიტერატურის სიტყვა მაგრამ ხალხი რომ მზად არის ამისთვის ეგ არის აი ეს ადამიანები რომლებიც მათ ხმა მიცეს და გონიათ სრული სერიოზულობით რომ მიდიან ევროპაში მიდიოდნენ ევროპაში და ესე იგი აბახიძე ჩაკეტა ეს გზა ერთი არსად არ მიდიხარ აქ ხართ რაშუაში ეს არის საიდან არის ეს სინდრომი თვითონ რომ კომუნისტებზე კომუნისტში ხომ მივდიოდით აი კიდევ მეორე მიდიოდა რომ მიზანი ქონდა დიადი ნათელი ჩვენი გზაც ნათელი ხო გახსოვს რომ კომუნიზმისკენ მივდიოდით და ვაშენებდით ჯერ სოციალიზმი და მე განვითარებული სოციალიზმი და მე კომუნიზმი და დაიშალა საბჭოთა კავშირი ის იყო კომუნისტში უნდა შევსულიყავით
ეს თვიში ხო აქვს და საბჭოთა კავშირი დაიშალა შეიქმნა ევროკავშირი სხვათა შორის ეცე ცოტა ხანში ხო და ახლა ევროკავშირმა ზუსტად იგივე ის გააკეთა მოლან ნასრედინის ვირის ტექნოლოგია რა სტაფილოს ტექნოლოგია ხო და აი ამ ჩვენნაირ ქვეყნებს მუდმივად ესე იგი ამყოფებს ჭკვიანი მაიმუნის როლში რომ უნდა შეასრულონ რაღაცეები ნისიაზე უნდა გაელგებოდექუდნენ ნისიაზე ოღონდ მე ნისიაზე კარგით ახლა ეს არ დავაკონკრეტოთ ბატონს გასაგები არა რატო კარგი კაცო ეს ჟანრია სინამდვილეში ნისიაზე გეუბნებიან რომ შენ მართალი არ ვიცი ახლა მიგიღებ თუ არა მაგრამ შენ მაინც გაელგებოდექუდი გამიგე იმიტომ რომ ევროკავშირმა ყველა თავის წევრ ქვეყანას დაავალებდა და კანონურ ერთსქესიანი ქორწინებები ხო ხო, ახლა ეს ერთსქესიანი ქორწინებების გულდათუთქული და გულჩახოხბილები რო არიან ესე იგი ესენი, ხო? აი ეს რას ნიშნავს, ხო უნდა დაფიქრდე. აი აქციიდან და ამერიკა ერთი მოძოლ ბიჭო ელემენტი იყო, რა ქუჩის ბიჭი ვარო, მე და რუსეთს ვაბარებენ. წარმოგიდგენი აქციაზე დგას, ითხოვს რას და მე მირეკავს ესე რუსეთს გვაბარებენ, ანუ ტვინში ამხელა ეს ღიობები აქვს წარმოგიდგენია თქვენ? ძალიან ბევრი ჩივის ამას რომ ბოლო პერიოდში ხდება დარიკვები ადამიანებთან სოციალური ქსელით და ერთგვარი მუქარები და მუქარები ახლა ვინც დაგირეკავთ აი კიდე ერთხელ ვინც იქით გადადით შეტევაზე მაგათ წინა ესენი არიან ადამიანები რომლებიც არიან ზომბირებულები და სხვასაც უყავენ ზომბირებულებს აგრესიული ზომბირების ნიშნები არის სახეზე მაგალითად მათ ენთებათ თვალები როცა უხსენებ გარკვეულ სიტყვებს, ანუ ჰიპნოზის ის არის, ანუ ევროპა, რუსეთი, რო ახსენებ იმაშვებიან, ანუ ენთებად. გადმოდიან შეტევაზე, ლოგიკურ, ესე იგი, შეგონებას არ ექვემდებარებიან, მოსდით დუჟი, ცდილობენ, ესე იგი, დაჭხაპნას, დაწყევლას, ანუ იწყევლებიან, ილანძღებიან, ნუ კლასიკური შეპრობილობის, ესე იგი, სრული სიმპტომატიკა აქვს და ესე იგი დიდი ექსპერტი არ უნდა იყოს ამ სფეროში დიაგნოზი დაუსვა. ამიტომ წამალი ამ შემთხვევაში რამდენიმეა, მაგრამ ძირითადად მათ როგორც წესი ეშინიათ ესე იგი მტკიცე წინააღმდეგობის და კონტრშეტევის და ამიტომ მათ არ უნდა მიცეთ ესე იგი არავითარ შემთხვევაში აგრესიის გამოვლენის საშუალება და არ უნდა შეგეშინდეთ პირიქით და ეს მათთვის არის კარგი, იმიტომ რომ ესენი ხა ჩვენი მოქალაქეები დროებით არიან ზომბირებულები ასე ვთქვათ. მე ნელ-ნელა გამოუვათ. თუმცა მე ახალ ტრენდზე ისევ იგივე მოუვათ. აუცილებლად ექვემდებარებიან ტრენდებს, რაც ნიშნავს აი მაგალითად აი როგორ დაიწყო სოციალური ქსელების გამოყენება ფსიქოტრონული იარაღად. ახლა ეს უფრო სერიოზული თემაა. აი გაგახსენებთ მე სოციალურ ქსელებთან ერთად სხვა საშუალებებიც იხმარება. სოციალური ქსელები რაშუალება მაგალითად. ადამიანებს უქმნიან რაღაც მოძრაობაში ყოფნის ილუზიას, სადაც ადამიანს აქვს ბუნებრივი ინსტინქტი, რომ იყოს ყველას ბევრთან ერთად და აშინებენ იმით, რომ აქ თუ არ იქნები, იცი რა, მაშინ შენ სხვა ხარ. შენ მაშინ მოღალატე ხარ. აი როგორ დაიწყო მაგალითად აქტივი საქართველოში აი ადამიანები რაღაც გამოწვევა გააკეთეს და ვედროებით გამოქონდათ ცივი წყალი ზოგს თბილის გამოქონდა სადღაც გამოვიდოდნენ გადაისხავდნენ ჩელენჯს გააკეთებდნენ თავზე გადაისხავდნენ და მე ვიწვევ ვიღაცას და ჩემდა გასაკვირად ესე იგი იმდენმა ნუ ხათი შორის არ გამომიწვია იცი იმდენმა დასრულა ადამიანმა ჩემმა უნდაც მეთქი რა ხდება რაშია საქმე ხა ისედაც ეს მივხვდი მე რას იყო და რაღაც ამავე დროს იქით იყო რომ თითქოს რაღაცისთვის ისხავდნენ ვედროთი წყალს გამიგე და ეს რას ნიშნავს ახლა რომ უბრალოდ ადამიანს ახლა რა კავშირია ხო ლოგიკური შენ მოქმედებასა და რომელიღაც ავადმყოფობას ერთად დავეხმაროთ თუ რაღაც აი ვედროთი რომ წყალს გადაისხავ და მე რო გამომიგზავნე დავუშვათ რომ შენც გადაისხი ხო იმით შუაშია დავუშვათ ის ავადმყოფობა სხვათა შორის პრეზიდენტმა ბუშმაც მიიღო ეს გამოწვევა და მან გამოიწვია კიდევ პრეზიდენტი ბუში ხო ნუ მე რა ბუში თორე ეგა ჭკვიანი მყავდა ეს სხვან არის ხო ვოვანმა და ლექსუსმა რო ელაპარაკა სულური სახით რო ის რაები ელაპარაკა სააკაშვილზე მე რამად გინდა ელაპარაკა ბუშმა ელაპარაკა ერთმანეთს დაწერა ხო ეს მონტაჟი იქნება ხო იმათ არ ვარ უკვე მაგრამ ამათვის მონტაჟი
ხო და ესე გადაისხავდე. ახლა წარმოვიდგინოთ ადამიანის ფსიქიკა როგორ არის მოწყობილი. ესე წარმოიდგინე იმისთვის რომ იქ და როგორი ტრენინგი და იმისთვის რომ იქ იყოს სადღაც ტრენდში, ანუ კარგ საზოგადოებაში, კარგ სადაც კომფორტ, იმიტომ ადამიანს ყოველთვის ეშინია რომ მას გაკიცხავენ, ამასეა, ხო და შეგვიძლია წავიდა და დაავს მივიდა შევიდა ესე იგი აბაზანაში შეიტანა პეტრო მონახა ესე იგი ესეთი ადგილი სადაც თან ეძებდნენ ამ ადგილებს ახლა ის ხო არ არის ახლა სახში ხო არ გადაისხავ დაუშვათ იმას ვედროთი წყალს და თან კამერა უნდა დააყრდნელი ღონისძიება და ნუ ესე ისხავდნენ და მასობრივად ვედროთი წყალს მოდიდან ნუ გაგიცინება მაშინაც ზუსტად ასე ვიცინოდი მაგრამ ამარ მე სრულიად წარმოუდგენელი მასიური საფუძველი მე ვარ დოქტორი ვაჟა გახსოვთ მე თავის გაყოფამ ჩარჩოებში ესე ფათაშორის მაშინ ფადიასლიმ დაწერა მე ვარ ნიკა გვარამია როგორც ფადიასლის ერთად და ნიკა გვარამია ფადიასლია და ორივე არიან ფარულავა ერთად არა ხო და ეს მე დავამთავრე ეს მნიშვნელოვანია მე ეს გრძელდება ხო რამდენი ეს არის აი გავიხსენოთ ესა მე როგორ 20 წლის მე როგორ გაგრძელდა ესა COVID-ზე ხო გვახსოვს ნუ დოქტორ ვაჟები და ესა Air Georgian and my country is occupied by Russia და აი და თავი რაღაცე ხო სულ რაღაცეები რო ხარ და მე COVID I am fully vaccinated. და ისა რა ქვია, თავი დაყოფილ ჩარჩოში, ახლაც ბევრს აქვს უყენია სხვათა შორის. მე ისა, რა ქვია, მე ჩვენ ავიცილეთ ერთმანეთისთვის, გახსოვს? დიახ, სულ ახლა ხანს და უკრაინის ომმა დაგვაუწყა. მე ისა, მე უკრაინელები რო გახდნენ ყველანი და ზელენსკის ისინი რო დაიდეს, ხო? ახლა არის ზუსტად ეს ევროპა. ამ ევროპამ ჩაანაცვლა, ანუ შიგ ევროპისკენ ესე იგი რომ მიდიან ევროპისკენ, ხო? აი ამა ჩაანაცვლა ყველა ეს და აქეთის უკრაინულ ევროპული დროშები გაიკეთეს და გაყვეს თავი. და ახლა ამის შედეგია, ნუ ეს ადამიანები ახლა ამათ გონიათ. ნუ ახლა ვინც მანიპულირებას ეწევს, გასაგებია, ამათ გონიათ რომ ახლა რაღაც იმაში სიკეთისთვის იღწვიან. აი ხო გახსოვთ ის ფაიზერი რო ჩამოვიდა და რა გადაფსიხდნენ სულ ყველანი და მე მწვანე პასპორტები ჩაკუჭებით დავხდეთ მაღაზიებთან მიწაწრილი არ არის გახსოვთ რა ეც ლაპარაკობდნენ ეს მადამ კუკურო ჩამოვიდა იქიდან ნუ შეხვდა იმას რა ქვია სოფლიო იმას რა ერქვა იმ დეგენერაც შუაბს რო შეხვდა და რო ჩამოვიდა და მწვანე პასპორტები უნდა მე ვიყავ მაშინ მიტინგზე მაშინ გარეწრის წინ რეზიდენციის მწვანე პასპორტების რომ მოუწოდა გამკაცრებისკენ ხო გახსოვს ახლა ერთ რაღაცას გეტყვით ვიფასო მაყურებელს ესე იგი ამერიკის კონგრესმა ზუსტად რასაც ვეუბნებოდით აი მაშინ ხალხს სიტყვით შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის კონგრესის COVID-ის გამოძიება მიმდინარე 2 წლის მანძილზე 27-მიანი დოკუმენტია შეიძლება ამერიკის კონგრესის გვერდზე ნახავთ COVID-19 დააწერეთ და ამოგიგდეთ და წაიკითხეთ თუ ინგლისური არიცით მაშინ Google Translate-შიც კი გადაითარგმნება ნელ-ნელა მოკლეში ნას გეტყვით ეს ისინი რა ქვია როგორ გაჩნდა იმათ მახლა რამდენად თქვეს რომ უხანში თურმე რომ გაჩნდა ეს უხანში ვინ აფინანსებდა თუ ფაუჩის ერთ-ერთი ფაუჩი აფინანსებდა იმას უხანში ამ კვლევებს მე როგორც ესენი ამბობენ დიდი ალბათობით ნულოვანი პაციენტი ვერ ნახეთ რომ გამოეპარათ ალბათო და რა თქოს ეს არისო მოკლედ ყველა ის ზომა რომელიც გამოყენებული იქნა COVID-ის წინააღმდეგ იყო არასწორია ანუ ესე იგი პირბადეები და გამიკვირდა ის პირბადეებიო ესე იგი იყო აბსოლუტურად არასწორი და კონტროდუქტიულიო აქ ზოგიერთი ექიმები რომ ეკამათებოდნენ აქ ზოგიერთი ტვინში ჩამახედა მომყავდა იმის ზომა ვირუსის მომყავდა იმის ხრიჭოები ანუ ეს იგივეა რომ იმაში რა ქვია რა ვიცი ჩოგბურთის ბურთი ზომა და ფერბურთის კარების და ეგ არის იმის ხრიჭო და იმის ზომა ბურთის ვირუსსა და იმას შორის პირბადის ხრიჭოს შორის გამიგეთ
ხო და ეს ზომები ხო წერია ხო მეცნიერული ისინია. ხო ამაზე რომ ვეუბნებოდა არა და რაღაცებს იძახდნენ დაახჩვეს ნახევარი ხალხი ზოგს ის ალერგია დაემატა, ზოგი ვეღარ სუნთქავდა. ზოგ ჯარიმები ახდევინეს მე ეს ლოკდაუნი თურმე ხო ისაოცრებობდა ყოფილა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. წერია ამერიკის კონგრესის გამოძიების შესახებ რეპორტში. აბსოლუტურად არასწორი იყო. ანუ მთელი ეს ამყრელიძე რომ დარჩის ახში და თორემის ყავა 9 საათის მერე ვირუსი რო გრძელდება და წინარული უკან უნდა დასვა და აპლოდისმენტები აი ეს ყველა მთელი ეს სიგიჟეები თურმე ხო ისაოცრებობდა იყო არასწორი. და ამას ამერიკის კონგრესი ამბობს და ფაუჩის პასუხისგებლობაზე საუბრობს. ეხლა გასაგებია ეგ რა მეორეს მხრივ. იქ ბევრი რაღაც მაგრამ ეს ხო თვალნათელი ფაქტები არ ეფუძნებოდა ეს რესტრიქციები არანაირ იმას ქვია მეცნიერულ საფუძვლებს და იქნა ესე იგი დამცირებული ბუნებრივი იმუნიტეტი და ესე იგი გადამეტებული მნიშვნელობა მიენიჭა წამლებს და ვაქცინებს ხო რომელთა შესახებაც არსებობს კითხვები აი ესეთი ფორმულირებებია ხოთაშ არ დაიზარდოთ წაიკითხოთ. აი ახლა კი სვავ კითხვას, მე ყოფილა მართალი. ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია, ის ტრენდი ხო გვახსოვს, რამდენი ხალხი გაფსიხდათ მაშინ. რა აკეთებდნენ საერთოდ, აი რა საოცარ ფორმებში გამოიხატა ეს ადამიანური მანკიერება, მტრის ძიების, აი ფაშიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა თუ არ ებრძოლე შიგნით, ხო? რამდენი ჩემი ნაცნობი გახდა პირწავარდნილი ფაშისტი. აი როგორი ფაშისტი რომ მოკლავდა. კი. აი რომ მოკლავდა, იმიტომ რომ აი რაღაც ამ სიგიჟის გამო და არა იმიტომ მაინც ნაცრის გამო, არამედ აი ამ ფაშისტური იმის რეალიზაციის საშუალება რომ მიეცა საწყისის. ზუსტად იგივეა ეხლაც. იგივე ფენომენი არის, იგივენაირი ტექნოლოგიებით კეთდება ეს ყველაფერი, იგივენაირი გაფსიხებულები და გაცოფებულები არიან ესენი. და ამიტომ ამათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ოღონ ახლა გაცილებით დიდი საფრთხეა ჩვენსგან. აი როგორ არ უნდა მივცეთ ბატონო სოსე როგორ ფიქრობთ საფრთხე საშუალება არ უნდა მივცეთ საფრთხე რეალურია როგორც მე მქონდა სანამ ეთერში შემოვიდოდით ქართული ოცნებასთან დაახლოებულ ერთ-ერთ ადამიანთან საუბარი მან თქვა რომ საფრთხე არის ძალიან დიდი და არის ძალიან ძნელი რა საფრთხეებია თუ შეიძლება როგორ ახლა რატო არ უნდა მივცეთ ჯერეთი პირველი როგორ არ უნდა მივცეთ თქვენ სირი ახსენეთ სირიის გადაქცევა უნდა საქართველოში უნდა ვიაქტიუროთ და რა ხდება ახლა აგერ მაგალითად დაიდო ვიდეო ნახეთ სოციალურ ქსელში TikTok-ში და იმაში დაიდო ვიდეო რუსლან კუტიევი ესე იგი კავკასიის ხალხთა ასამბლეის ერთ-ერთი წევრი ლაპარაკობს რომ ჩვენ არ მიცეთ საშუალება საქართველოს რუსეთს არ მიცეთ საშუალებას რომ ჩაახშოს საქართველოში სახალხო პროტესტი. ახლა ეს სიტყვები პირდაპირ ბრიტანული იმაში დაწერილია კი, იმიტომ რომ ეს კუტიევი და კავკასიის ხალხთა ასამბლეა ეს პირდაპირ ბრიტანული ის არის იგზიან საერთოდ. მათი პროექტია. მათი პროექტია. უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ესეთი ტიპის ასამბლეები რომლებიც იმაჩნდება ფინანსირება და ეს ფინანსირება დასაგებია რომ შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო იყოს სპეცსამსახურების ბიუჯეტი. სხვანაირად ეს შეუძლებელია გარწმუნებთ. ახლა რას ამბობს ეს? რომ ძალიან ბევრი კავკასიელი ცხოვრობს თურქეთშიო. და აქედან გამომდინარეო, როდესაც შეიცვლებაო ეს ხელისუფლებაო და ამაში უნდა დავეხმაროთ მათო. ისინი გაგვიხსნიან საქართველოს კარებს ბუნებრივიო და ჩვენო თურქეთიდანო კავკასიელებიო ლაბარაკია სინამდვილეში კავკასიელებზე ლაბარაკია ტერორისტებზე რაც ლაბარაკობდნენ მე რამდენი ელიზაფული ამეთაში იყო ამდენი ხან სცენარი არის ეს და რა არის იმიტომ საქართველები თვითონ არ ყოფნივართ ასე ვთქვათ პარტიზანულ ომს ჩვენი მენტალობისა და იმის გამო და აქედან გამომდინარე ისინი ფიქრობენ რომ აქ საქართველოში უნდა შემოიყვანონ თურქეთიდან ეს ტერორისტები და ეს ლაპარაკობს პირდაპირ თურქეთიო არ შეგვიშლისო ამაში ჩვენ ხელსო არ შეგვიშლისო ხელსო თურქეთიო ამაშიო და საქართველოს მთავრობა თუ გაგვიხსნისო და გაგვიხსნის კარებს ჩვენო რუსეთს ვაქო ომს მოუგებთო ანუ ლაპარაკია სირიულ სცენარზე ჩვენ რაც ალეპოში ხდება ახლა ზუსტად იგივე სიტუაციაა და ეს ამას უკვე აღარ მალავ კიდე კაი რომ გამოვიდო და თქვა იმიტომ ბევრი ახლა როცა საუბრობდი მე ფიქრობდა რომ აუ რა ეს ლაპარაკობს კაცო ეს და ეგრე არ ლაპარაკობდნენ როცა ვთქვი რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება აქ ისე რა ქვია
ოპოზიციის ლიდერი თქო ასამ კაცო როგორია სალომეს ვინ დაუჯერებს აი თუ ვინ დაუჯერებს ხოდა იგივე ახლა ეს ძალიან მარტივია კაცო თუ აი ალეპო მაგალითად ხო სირიაში იქ ხო ახლა რუსეთსა და თურქეთს ხო აქვს დაუშვათ ნორმალური ურთიერთობები ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ სრული ჰარმონია აქვთ თქმა უნდა გამოიწვია ძალიან ბევრი წინააღმდეგობები აქვს მაგალითად იგივე ახლო აღმოსავლეთში ხო და იქ ძალიან რთული ესეთ გორგალი არის ინტერესების რომლის გაშიფრვაც ახლა ძიშორს წაგვიყვანს მაგრამ ერთი რაღაცა უნდა გამოზემოდან რომ დახედო მიხვდები რომ ეს ორი დიდი ზესახელმწიფო ხო ორი ისა რომელიც უკანაც კიდე სხვა სახელმწიფოთა ინტერესები და სხვა ბევრი კომერციული და ასე შემდეგ ინტერესებია ერთმანეთს კი ებრძვიან სხვადასხვა მაგალითად იგივე ალეპოში ხო ახლა ალეპოში შევიდა ვინ თურქეთის მიერ ხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები აჯანყებულები იდლიბიდან და სხვა მხარეებიდან ხო აიღეს ეს ალეპო ცნობისათვის აღმოსავლეთის მარგალიტი იყო 3 მილიონიანი ქალაქი ძალიან განვითარებული ლამაზი ასე შემდეგ ხო და რაც გადაიქცა კი ნახეთ ეხლა და ახლა რა მდგომარეობა კიდე ესეც რო ვიცოდეთ რა ალეპომდე ხომსი შამი და ასე სხვა ქალაქებიც კიდე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში არიან ეხლა იქ მიემართება ერაყიდან ისა შიიტური არმია თუ իրას თავის პრობლემები აქვს ხო და ნუ ის გადაქცეული არის ახლა იქ წარმოუდგენია იქ სისხლისღვრება რაც ხდება ხო წარმოგიდგენია იგივე ხალხი აქ თუ არეულობა იქნა და მოიღვა საზღვრები გადმო შემობრძანდება სხვადასხვა გზებით საქართველოში სრულიად დაუბრკოლებლივ სხვათა შორის ეს ცნობისთვის რა და ეს საქართველოს ასეთ შემთხვევაში გადაიქცევა სრულ როგორ თქვა ახლა მე ამას რა თქმა უნდა რუსებს მოუწევს აქ შემოსვლა რუსებს ახლა როგორ აიძახე რუსებს უნდა ოკუპაცია რუსებს სულ არ აინტერესებს საქართველოს ოკუპაცია და ჩვენი ახლა ეს კიდე რა ქვია მაგენ სხვანაირად უდგები ეს საფრთხე კავშირი კი აღარ არის ესა ძალიან პრაგმატული ტიპის ძალიან საკმაოდ ცინიკური საკმაოდ ისეთი იმპერია რა ქვია მოდი ასე ვთქვათ მოგება წაგებას კარგად თვლიან რა ისინი შეეცდებიან დაიცვან აქ მხოლოდ თავისი ინტერესები კომუნიკაციები და ასე შემდეგ ჩვენ ინტერესებში კი არ იქნება ეს სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებები სამხედრო გასამხედროებული სახელმწიფოს გარკვეული ფუნქციები შეერჩება როგორც აი მაგალითად ლიბანში აქვს ხო არმია კი ყავთ მაგრამ იქ აცილებით ძლიერია ჰეზბოლა მაგალითად ხო და არმიას აქვს ძალიან ისეთ შეზღუდული საინტერესოა ხო ბატონო საქართველოში რუმინეთში ყველგან ხდება აი რუსეთის საზღვართან ახლოს ყველგან ხდება ამ სიტუაციები და სამხრეთ კორეა პირდაპირ ბმულშია აი საქართველოსთან შეგნებულად ხდება მიზანმიმართულებით ხდება ამ პროცესების ესე ვთქვათ რადიკალიზაცია გაცხელება როგორ გამოვალთ ამ ვითარები და რა ზომები უნდა მიიღოს ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო რომელიც ამბობს რომ მხარე არის შეერთებული შტატების საელჩო რა თქმა უნდა კაცო აბა ის ამერიკაში შეერთებული შტატები რატო ხდება გადატრიალები და შეერთებული შტატების საელჩო არ არისო ხო და კარდიგანი რო ყავს იქ კარდებს რო აქვეყნებს ყველაფერი გასაგებია კარდიგანი სპატაშურის ასე უკვე ახლა ზედმეტსახელი დაარქვეს კალბატონ კარდიგანი ხო ეხლა რა არის გასაგებია რო ვთქვათ ამერიკელები ამას ხიათ ლაპარაკობენ და ბრიტანელები არ ჩანან ვითომ აი გამოჩნდა ეს კუტიევის განცხადება რუსლან კუტიევია იმიტომ რომ ვიცით ახლა ვისიც არის ხო იგზიან ესენი იქ არიან ხო და ახლა რა ხდება რა ხო გასაგებია უკვე მე მგონი ხო სრულიად გასაგები სცენარია ესენი იძახიან რომ ახლა ჩვენ ქართველ ხალხს დავეხმარებთ ისინიც რომ გამოვიდნენ ის კავკასიის ვიღაც ქართველები რომ გამოვიდნენ კავკასიის გაერთიანებული სარდლობა თუ რა ვიღაცა რომ იმუქრებ ეს ერთი ჯაჭვია ახლა გამოსავალი რა არის გამოსავალი ის არის რომ ეს აგენტურა დაუყოვნებლივ უნდა იქნას განეიტრალებული რადაც არ უნდა დაგვიჭდეს აი რადაც არ უნდა თორე მე გვიან რა იქნება თითსეკვენანი იმიტომ რომ ჩვენ გადავიქცევთ ჩვეულებრივ ლიბანად და სირიად. იქაც ცხოვრობს ახლა ხალხი რა პრინციპში. ცხოვრობს უმის პირობებში შეიძლება რაღაც ცხოვრ, მაგრამ ყოველდღიური
ამბავია იქ სიკვდილი და უშუალოდ აოხრება, გაქცევა ერთი ადგილიდან მეორეში და ასე შემდეგ. ანუ იქ ხო განვითარებაზე არ არის ლაპარაკი, ხო? დაუშვათ და რაღაც ამბიციურ გეგმებზე. გადაიქცევა ჩვეულებრივად ეს ჩვენი ხალხიც მიეჩვევა ომის პირობებში ცხოვრებას, ესე იგი იარაღს ავისხავთ, როგორ გეკადრებთ, იარაღი იქნება ასმული, ერთმანეთსაც დავხოცავთ, იმათაც დავხოცავთ, სინს დავხოცავთ და იქნება ესეთი ბედნიერება და მე უყურეთ ხაზარაძეს და ელისაშვილს, ვინც სადაც ისინი გადაგარჩენენ და აუცილებლად ევროპაში აუცილებლად, ესე იგი, შეგვიყვანენ ასეთ მდგომარეობაში. ეს მე საუბრობ აი იმ რექტორების, აი იმ ლექტორების განეწრების ვიცი რომ უყურებენ, საყურადღებოდ რა. თქვენ ვერ გაგვასწრებთ. ერთ რამის გარანტიას გავაძლევ ამათ. ეს პროცესები თუ დაიწყო და აქ დავინახეთ დაუშვათ იქ წვეროსანი ისინი რა ქვია ისლამისტები და ტანგზე ამხედრებული რუსები, ხო? აი თქვენ მაგალითად, ხო? ვერანაირ თვითმფრინავით ვერ გაგვასწრებთ აქედან. და სადაც ახვალთ იქ მოვწდებით, თქვენ გარეწრებოთ თქვენ მართლა რა. ბავშვებს რო იქ რაღაცებს აცდუნებთ და მიყავთ იმისთვის, რა ქვია, საკუთარი თავის დასაკლავად. რაც ყველაზე თავარია, შემდეგ თვითონ ბრუნდებიან აუდიტორიაში ბავშვებს აქციაში. ბავშვებს იმაში აი მაგას ვეუბნებით ზოგიერთი პოლონეთში რომ დაძრომეალობ შენ ის რა ქვია. გითხარი მე შენ რომ მოაკეთე, ნუ მავნებლობ მეთქი და აი შენ პირადად გაგისწორდება ქართველი ხალხი რო იცოდე შენ და კიდე შენნაირებს. კომიყურებ ახლა და გეუბნები. კი ბატონო და შემჩნეულია სამწუხაროდ ამ ორგანიზებაში. გასიებია თავი იმისავით, რა ქვია, ბოინის ერთი რამე აი იმის საყურადღებოდ ვიძახი რა. ეს გარეწრები იციან რასაც აკეთებენ. იციან იცით დამთავრდება და მაინც იგივეს აკეთებენ და მე მიგზავნის ისა რომ არა ეგრე კი არ მithქვია ერთ-ერთმა რექტორმა მომწერა. არა სხვანაირად გამიგეო. ესმის აქეთაც და დოკვერცხები იქითაც და შენი ობიექტურობის იმედი მაქვს. ნუ გვაქვს ჩემი ობიექტურობის იმედი. თუ კარგად იცის, შესანიშნავად იცის მანას და ყველა იცის დამთავრდება ეს. აი ეს მათი ეს ყოვლად გამყიდულური, ყოვლად მაიმუნური და კიდე ახლა სახეობები რო გაიფიცენ, ჯერ რას ქმნით თქვენ? რობიკოს ტურუა შეიძლება მოხუცდა დაუშვა და შეიძლება ახლა ისეთ იმაში ფორმაში არ არის, მაგრამ რობიკოს ტურუას მარტო ძველი სპექტაკლები რო ითამაშოს ის რო გადიოდეს, ხო, კავკასიუკიც არც ეს ახალი როლები იქნებოდეს, ხო? იმითი ჯობია. რობიკოს ტურუას და იმას ედრებიან ახლა ესენი არ ვიცოდე მაინც მათი ისინი კაცო. შემოქმედება. ერთხელ რომ მივედი, საგდაუყარულიყავი არ მეგონა გეგონება ჩემი დადგმული იყო ის რა ქვია, სპექტაკლი. შემოქმედება მემწყენოდა, ნუ აი გეუბნები რამდენი მივედი, იმდენი ეს გაყარა. ბატონსო, ხედავთ რომ ყველა უწყებებში, ყველა საჯარო უწყებაში არის ანალოგიური ვითარება, თითქოს ცდილობენ აი ბულინგის მსხვერპლი არიან ადამიანები, აი ეს ბულინგიც აუცილებლად მინდა რომ გამოიყენოს, მაგალითად ზვიად ხარეზიშვილის მოადგილე, ერთ-ერთი მოადგილე, სადა არც არის უკვე ის მოადგილე, გადადგა თანამდებობიდან, მან თქვა უარი შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მოღვაწეობის და ეს შეფასდა ამ ჯგუფის მხრიდან არის ბუნტი, რაღაცა ქართული ფილმი არ გამახსენდა, რომ აი ბუნტია. შაიშვილაშვილზე ლაპარაკი. კი ბატონო. ყველა უწყებაში ხდება რაღაც ანალოგიური განცხადებები. ნახეთ დიპლომატიური კორპუსი და თქვენ ბრძანეთ, რომ ხელისუფლება უნდა გადავიდეს მოქმედებაზე. არ გადადის ხელისუფლება მოქმედებაზე, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული წესი დაკავებული არის ნიკა გვარამია და როცა აგერ ჩვენ საუბრობთ, იგივე ხაზარაძე გამოდის ამას, რომ დამთავრებულია ის ხელისუფლება და რაც შეიძლება ღამის ფენაზე ისე ვითხოვენ ადამიანებს. რატომ არ მიდის ძალიან ბევრი სვავს ამ კითხვა სოციალურ ქსელში? რატომ არ მიდის ხელისუფლება ამ ნაზავზე, რატომ არ აკავებს ამ ადამიანებს? როგორ არ მიდის, მაგრამ არ მოქმედებს დოზირებულად, ახლა რაც შეუძლიათ აკეთებენ. ერთი ის უნდა ვთქვათ, რომ ეხლა ხელისუფლება რო გადავიდეს იმ მოქმედებაზე, რაც მას უნდა და რაც ხალხს უნდა, ვიც ნორმალურად ხედავს ამ პერსპექტივას, მაშინ მომენტალურად დაიწყება უკვე ისეთი სანქციები, უკვე იმათაც ისინიც ვერ გამოგესარჩლებიან, ვინც გესარჩლება და დაუშვათ დაიწყება ფინანსური დივერსიები, მოდი ასე ვთქვათ, რამაც შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. ეს უნდა გაითვალისწინონ. რომ სინამდვილეში საქართველოს არის კოლონია. კოლონიური მდგომარეობა და უბრალოდ ახლა ეს კოლონიური ადმინისტრაცია კი ყავდათ, მაგრამ ორმაგი დაქვემდებარების კოლონიაა საქართველოს, ორმაგი. ერთმაგი კი არა, ორმაგი. და სხვების იმერით კიდე
უბრალოდ ახლა მოსთხოვეს ამ ადმინისტრაციას რომ მოიგალი თავიო და ამათ არ უნდათ რაც ემთხვევა ჩვენს ინტერესებსაც ხო ჩვენ არ გვინდა ეხლა რომ ჩვენ ამოვწყდეთ ცხადე ეს ჯანსაღი აი მასშტაბლებს უნდათ როგორც ჩანს თან მოსწავლეები ევროპაში რომ მიყავთ მოსწავლე ევროპისთვის ვიბრძოდიო რაში იბრძოდა სად იბრძოდა რომელი ის რა ქვია მატახარები ესენი არის სად იბრძოდნენ აი ეს მასწავლებლები რომ გამოეტრევიან ხოლმე მართლა ეს იდიოტები რას ნიშნავს ვიბრძოდი ავტომატი ეჭირა ხელში ისრაელის არმიის ქალი მოსამსახურეები თუ სად იბრძოდა იბრძოდა მისი მოსწავლეების გაგიჟებისთვის როგორც თვითონ არის გიჟი ახლა ეს რა ხო და რა რო ეკითხები აი დაუში მოდელირება გავაკეთოთ აი შენი მოქმედება რომ განხორციელდეს და რა მოხდება მე ისე მართება ჩაკეტილია გიბნოზით რა ჩაკეტილია თუ ვეღარ მიდიან ვეღარ მოყვებიან ლოგიკაში ეს არის ტრაგედია რა ეს არის ტრაგედია ხო და ეხლა შეეხება ამ იმას ხაზარაძის განცხადებას ნუ ხაზარაძე ხო ვინ არის ხაზარაძე არის JP Morgan-ის ანუ ხაზარაძე ვინ არის კაცო ეს TBC ბანკი მაგის კი არ არის მართლა ხაზარაძე არის კლერკი ტრანსნაციონალური ფინანსური წრეების რომლებიც მჭიდრო კონტაქტში არიან იმათთან ქვია სპეცსამსახურებთან რა ბანკსტერები ქვიათ მაგრამ შესაბამისად მას რასაც ავალებენ იმას აკეთებს რა არა ზოგადად გამოირჩევა იმით რომ არის ძალიან უანგარო ადამიანი როგორც ვიცით და უმციკლო ხო ვიცით და რა საქართველოში გამოინახა რამდენმა ათასმა ადამიანმა მიცემაგას მას 170,000-მა ხო 170,000 ადამიანი გამოინახა ვინც მაგას ამ შეშლილ ანადოლიძეს ამ მეზრიშვილს კიდევ ვინ არის ალეკო ელისაშვილს მიცეს ხმა აი მე იტყვია რატომ მოგვივიდა ეს უბედურება ჩვენ რა დავაშავეთ თუ ესენი უნდა მართლა რო იყოს საშუალება გაყოფის აი უნდა მიუშვა და მე იქნება იქ ისა რა ქვია ხჭენა იქ ისა რა ქვია გოდება და ხჭენა იქ მილთა ამ ათხელში ხო ჩვენ რა ვქნათ ჩვენ რა დავაშავეთ მართლა იმ ადამიანებმა ვისაც არ გვინდა რომ ეს ჩვენი ქვეყანა ამდენი საუკუნე მოტანილი გადაიქცეს კვლავ მე-18 საუკუნის რეალობაში. ღიად საუბრობენ აჯანყდით, გაბრაზდით, გამოდით, დავამხოთ ხელისუფლება და ჩვენ ნახეთ ჩანაწერები, რომ აუცილებელი არის მსხვერპლი. ანუ მსხვერპლზე ამ ხელწერაში, მათ ხელწერაში მთავარი ადგილი უკვე ავია ადამიანის ასე ვთქვათ, გაწევა. საკვალო მსხვერპლზე ღიად არის საუბარი და შესაბამისად ალბათ გამოძიება შემდეგ სხვა მტკიცებულებებს და მიუხედავად იმისა, რა მტკიცებულებებიც გამოქვეყნდა და აკავებული არიან ადამიანები, მათ შორის მიმდინარეობს სასამართლოს ნებართვით ესე ვთქვათ, საგამოძიებო მოქმედებები, იგივე ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ მათი ოფისი დაწაღებული არის მხოლოდ და მხოლოდ კვერცხები, რომელიც იყო გამოყენებული. ანუ ეს მოლოტოვის კოქტეილები და სხვა აღჭურვილობა ეს პოლიცია მიიტანა იქ და ეს არის მათი გასაკვირველია. ისიც არა პიროტექნიკას პოლიცია ისროდა, კი? კი, ცნობილია კაცო, ის პოლიციელები იყვნენ ქვებს რო ისროდნენ, პიროტექნიკას პოლიცია მიიტანა, ის პოლიციელები იყვნენ. და აი ნაცელში პრეზიდენტის როლზე მინდა რომ იქ ესე იგი თვინიერად როგორც ცნობილია ეს ხო ვიცით? დიახ, აი ამ ნაწილში მინდა პრეზიდენტის როლი რო გამოყოთ, რომელიც დღეს მაგალითად უკრაინის პრეზიდენტს უხდის მადლობას იმისთვის, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება და დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი და 19 საქართველოს ხელისუფლების და სხვა უწყების 19 უკრაინამ რო დაასანქცირა ეს კიდე და პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ცალკე კომედია, რა თქმა უნდა, ზელენსკი და ეს ერთი და იგივე უწყებიდან არიან კაცო. ერთი და იგივე უწყება ეს სალომე ზურაბიშვილი, ზელენსკი, სანდუ, ეგენია ერთი და უწყება ამის უკან რა დგას კაცო, ეს არის ჩვეულებრივი რიმლენდის თემა არის, ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, ეს არის ცეცხლოვანი კალი, რინგ, ეგრეთ წოდებული რუსეთის გარშემო და ჩვენ ვართ ფიჭხი ესე ვთქვათ რა, ერთ-ერთი ფიჭხდაგანი და აქ არ უნდა იყოს ცენტრალური მთავრობა და აქ უნდა იყოს პარტიზანული ომი. რადგან თქვა კიდევაც ბიძინა ივანიშვილმა და არც არავინ არ მალავს ამას, ვინ მალავს კაცო. ევროპა თუ გინდა, უნდა იომო. გაიგე? ჩვენ საუბრობდით პირველად უნდა იომო, თან უნდა ეომო ვის? ვისაც თვითონ არ ეომებიან? არ ეომებიან. რატო არ ეომებიან? იმიტომ რომ არ აყავთ არმია ევროპელებს და ამერიკელებს ახლა დესანტს ხო გადმოსხავენ იქ იმაში, რა ქვია, კურსკში და ბელგოროდში. თან ახლა ამ
ბოროტ რუსებს აქვს ატომური იარაღი და ორეშნიკები და რა ვიცი რა ხო მართლა ხო დაუმთავრდათ მართალია ომიდან დაწყები ომის დაწყებიდან ორ თვეში და ესე ამას თუ ეტყოდი რომ არ არის ეგრე საქმე სხვანაირად არის საქმე იქ ჩინეთია ირანია ეს თვითონ რუსეთი კიდე უზარმაზარ რესურსებს ფლობს და ატომური იარაღს ფლობს და ვერ დამარცხდება ეგრე მარტივად და ჩვენ ნუ გადავყვებით ამ გეოპოლიტიკურ ნუ ჩავყოფ თავს გეოპოლიტიკურ ხორცაკრებ მაგრამ ამაზე იძახენ მოღალატეები ხართ ხაიგე რა შეასაკრა უბედურებასთან გვაქვს საქმე ტვინის სრულ დამბლასთან რო გვაქვს საქმე დაუწვეთ განსაკუთრებით ქალები იძახიან აბა დაუწვეთ აი გამიგე აბა დაუწვეთ რუსეთში ვართ აი ეს გიპნოზი ჩაუნერგეს და ამ დროს რა ხდება სინამდვილეში რას გვეუბნებიან რომ ეს ნეოკონები და ეს ისინი ეს ეგრეთ წოდებული ომის პარტია ხო გვეუბნება რომ თუ შენ ბოლომდე მე თავს არ შემომწირავ მაშინ შენ ჩემი მტერი ხარ შენ უნდა იყო ჩემი პიტბული გამიგე პიტბული უნდა შენ არ უნდა იფიქრო და უშუალოდ რომ იქ დაგზერო გეტყვი ფას შენ უნდა გაიქცე და უკბინო ამას გეუბნებიან ამას რა თქმა უნდა ხო ამ დროს ეს ჩვენი ესე იგი საოცრად აფოფინებული ეს ისინი უცელშოპლები უფრინავდათ იმაზე რა პრიგოჟინის იმაზე ხო გვახსოვს ქალბატონ ნათიას ხო უცელშოპლები მიფრინავს ზელენსკის რო უყურებო აი ესენი წარმოიდგინე რა ამ დროს ინტერპრეტაციას უკეთებენ რაღაც ესეთ აი რომ დაუწვეთ ვინ გთხოვს ან დაწოლას ვინ გთხოვს ან რა ვინ საერთოდ აი სიგიჟე ეს არაადეკვატური სიტყვების ბრახაბრუხით ან სრულიად აცდენილი რეალობას რა შუაშია ვის რაში ჭირდება ან შენ დაწოლა და ან გადმოწოლა ეს ხომ სიგიჟეა სრული კაცო გეუბნებით ეს არის პირდაპირ ცეცხლის გამოწვევა საკუთარ ქვეყანაზე და ეს ცეცხლის გამოწვევა როგორ იქნება გითხარით ხო აქედან იქნება ეს ისინი დახმარება აუცილებლად წამოვა პარტიზანული იმაზე აქედან რა თქმა უნდა რუსეთიდან წამოვლენ მათი ანუ კავკასიური ომი გაჩაღდება საქართველოში ანუ იქ ხო რუსებს მაგალითად იქ ჩეჩნების რამზან კადიროვის ისანი შეერაღებული ფორმირებები და სხვა მაყურებლებო ვისაც გაინტერესებთ რას გამოიწვევს საქართველოში ომის ჩართულობა დაახლოებით 2 დღის წინ მქონდა ბატონ სოსოს სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსი ძალიან მოკლე სტატუსია მაგრამ ბევრის მთქმელია ეს სტატუსი მაგას ვამბობ კი ბატონო ხო ეკონომიკაზე აღარ არის ლაპარაკი და ის საერთოდ ეკონომიკური რა მოხდება იმასაც მეტყვით კაცო საქართველო არის ძირითადად საკვები პროდუქტების იმპორტიორი აი ეს რას გამოიწვევს ეს იმპორტი შეწყდება ტრანზიტი შეწყდება ლარი გაუფასურდება ქვეყანაში დაიწყება უმძიმესი კრიზისი საკვები პროდუქტებზე მათ შორის შეიქმნება შეიარაღებული ბანდები შეიარაღებული ბანდები დაერევიან ეს მოხდება იმის ფონზე რომ დაუშვათ რაზეც ვილაპარაკეთ ხომ დაუშვათ აქ სხვადასხვა გეოპოლიტიკური აქტორები დაიწყებენ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას პროქსი ძალების მეშვეობით ჯერ ანუ ტერორისტული ძალები და იქიდან დაუშვათ სხვა პროქსი ძალები და ასე შემდეგ აქ რა თქმა უნდა შეიარაღებული ბანდები იქნებიან და რომელი ბანდები რა ფორმირებები რომლებიც ზოგი იქით გადავა ზოგი აქეთ გადმოვა და აი ამ ბედნიერებაში აღმოჩნდებით ამას ქვია ლიბანიზაცია იგივე სირიის მოდელი ეგეთია და ბევრგან არის აფრიკაში რა დღემდე რა დაშლიგინობენ ეს სხვადასხვა ისინი ცენტრალურ აფრიკაში ზოგი იმისია ის სახელმწიფოები ქვია თუ შიგნით არის უამრავი ძალები ხო იქა და იქ ერთი ვაგნერის ის ქვია იქ ომობს მაგალითად სხვადასხვა ჩევეკები ანუ ესე იგი ისინი Blackwater-ი ანუ სხვადასხვა პროქსი კი კერძო სამხედრო კომპანიები დაჯგუფებები და დღემდე მიდის ეს ომი და ჩასაფრებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვადასხვა ძალებს შორის აფრიკაში აზიაში ყველგან არის ეს ბევრგან არის და ჩვენ აი ესეთი ის გვემუქრება ეს მემუქრება ცენტრალური მთავრობა იქნება სადღაც რომელიც რომ მარიონეტი იქნება ცხადია რაღაც თავის ფორმალური თავისი სტრუქტურები და ასე იქნება ეს პროგრამა 14 დეკემბერი აუცილებლად მინდა შევეხოთ ამ თემას იმიტომ რომ თან აუცილებლად უნდა შევეხოთ არა ასევე სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით რომელმაც თქვა რომ თავდაცვის ძალებში დავით კეზერაშვილმა მიიღო საკუთრად სამხედროების თანხა და ეს საინტერესო არის კეზერაშვილი რომელსაც აქვს თავისი კერძო კომპანია და დღეს ისინი ტელეკომპანია ფორმულა კი ბატონო დღეს ისინი გინდოდათ გამჭვირვალეობა აი მიიღეთ გამჭვირვალეობა
მოსახლეობა და ამ სახით აქვეყნებენ სპეცდანიშნულების რაზმის ფოტოებს და პარალელურად სხვათა შორის დაკავებულების ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ აი ეს დაკავებულები ყვებიან, რომ მათ ეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობრივი აქტის შესრულება. აი ეს ფაქტიც კი იყო გამოყენებული, თუმცა ამან ვერ პოვა განვითარება შემდეგ. მაგრამ 14 დეკემბერს ბატონსო არის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, მოკლედ ვირჩევთ რიგით მეექვსე პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის ლეგიტიმური სტრუქტურა, ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ამ ქვეყანაში და ის არაპირებს 14 დეკემბერს დატოვოს კი ბატონო ნოზარვაში უნდა დატოვოს მან ესე ვთქვათ პრეზიდენტის სასახლე, მაგრამ ის უარს ამბობს აი ამ არაუშავს გამოიყვანენ მას კაცო. და ძალიან ბევრი ამორჩევა ქართული ოცნების საუბრობს იმაზე, რომ უნდა გამოვიდეთ და ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ამ ძალას. ეს რამდენად სახიფათოა, ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ ამ ესენი რას აპირებენ ახლა? ესენი აპირებენ იმას, რომ ხალხის გამოიყვანონ მოთფინებიდან. ნერვების ომია. ნერვების ომი გამოიყვანონ ხალხი მოთფინებიდან. ასე ჩამოაგდეს მოსადეკი, კი ვამბობდია, მოსადეკი ჩამოაგდეს და კიდე ბევრი სხვა ის ხალხთა მოქალაქეები დაუპირისპირდნენ და ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია უკვე მსხვერპლი. მსხვერპლი, როცა დიდი მსხვერპლი არის, მე საინფორმაციო საშუალებები, მე ამას ანიჭებენ სხვა მნიშვნელობას და უკვე ლეგიტიმურს ხდიან გადატრიალებას რა. ამ შემთხვევაში სპეცსამსახურები ერთებიან, უკვე სპეცრაზმები ჩემოდის და იშლება სახელმწიფო კონტროლი და ასე შემდეგ და უკვე ქაოსში დადანაშაულება მიდის ხელისუფლების, რომელიც ალბათ პასუხისმგებელია რა. ეს ტექნოლოგია, გასაგებია ამას მოდი ასე ვთქვათ, ჩალიჩობს ეს მადამ კუდო, ანუ ეს აგენტი მართმადიანი, ასე ვთქვათ, რომელიც თხრის მუდმივად და სადაც გათხაროს ყველგან თხრის და მისი ანალისტებიც, მისი ტერმინოლოგიით ვსაუბრობ, ამას ესე იგი ურჩევენ. ის ანალისტები რო ყავს იქ, ქვია, ფრეილინები და კიდე ეს დიდი ქართველი მხედართმთავარი როა კიდე იქ და გამოეტია იქიდან ისიც, ხო. ბოლო ხელფასამდე იქ არის, როგორ ჩანს, ხო? და არც ხვენია. ესენი არის აბსოლუტური სამარცხვინო წარმოდგენა. ქვეყანა მიდის პირდაპირ დაღუპვისკენ. მიყავს უბრალოდ რომ ამათი გეგმები რომ შესრულდეს, პირდაპირ დაღუპვისკენ მივდივართ. აი პირდაპირ არანაირი გამოსავალი პირდაპირ დანა არის გალესილი დასაკლავი. ესენი ემსახურა ბოლომდე ლესავენ, ესე იგი, ეს თხრის ის ლესავს და არიან ესე მხიარულებაში, ესე იგი, თან ბიუჯეტიდან ფული ესენი კანონებს ემორჩილებიან რაღაცა კანონი, აი თურმე პროცედურა, ამის პროცედურა, იმის პროცედურა, რა პროცედურა ვისაკავს, რა ქვია, მტერი ვის ხატავს იმაში, ჯიბეში, კაცო, ჯიბეშია თუ იმაში გიგბენს, კბენს უკვე. რა დროს პროცედურებია, დამთავრდა უკვე ისა მაქსიმალურად ეფექტური მოქმედებებია საჭირო. რაც შეეხება ამათ ახლა ამ ეგზალტირებულ მასას, ხო? ნუ ეს ძალიან რთული საკითხია და კომპლექსური საკითხია. ნუ განათლების სისტემაში რაც არის, ის საერთოდ კატასტროფა არის. რაც იქიდან კეთდებოდა ეს ერთი, რაც აქედან არ კეთდებოდა ეს მეორე. ამან პოვა დღეს უკვე რაც ეს მეორეა, რაც არ კეთდებოდა. რაც შეეძლოთ ის არ გააკეთეს და იქიდან კეთდებოდა, რასაც აკეთებენ ყველგან, ხო? ანუ ფაქტიურად გაგვიმანქურთეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი. გაამანქურთეს. ეს მანქურთი რა არის? მანქურთი არის დაიჭერდნენ ტყვეთ. ნუ ის მომთაბარეები. ახლა დაკლული აკლემის ტყავს გადააკრავდნენ თავზე, ან მობარსულ თავზე, გადააკრავდნენ ესე. და ის ხო იკუმშებოდა და ეს აუტანელი ტკივილს იწვევდა რა. მიამაგრებდნენ თავის ის ქონა და ტკივილს იწვევდა და ეს ტკივილი ადამიანს ავიწყებდა თავის თავს. ანუ ზომბი ხდებოდა და ასრულებდა ყველა მოქმედებას, მუშაობდა იქ რა ძროხას მოწვეიდა, ბევრი სამუშაო მოგესწენება და არ ახსოვდა თავის თავი. აი ესეთი აკლემის ტყავი აქვს გადაკრული ინფორმაციული ამათ. ანუ ეს არის გამანქურთების ტექნოლოგია ჩვეულებრივი ინფორმაციული ახლა აკლემის ტყავი არ დაუკრავს ჯერ მე მგონი იმისთვის ხაზარაძისთვის ან ელისაშვილისთვის, მაგრამ ნუ ეგენი ნუ ახლა აგენტები არიან დანარჩენებს გულის, აი მათ ვინც დადიან და რაღაც გონიათ რომ ევროპისკენ მიდიან და რუსეთში ათრევენ. არც ევროპისკენ არ მიდიხართ და მოგიწოდებთ ევროპისკენ, ევროკავშირი არ ფართოვდება 2030 წლამდე ეს მისი განზრახვით. ის ამბობს,
ამის გარდა 2030 წლამდე არავინ არ იცის ევროკავშირის რამდენი ელოდება ჯერ ერთი და მეორეც ევროკავშირთან ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ჩვენ გვაქვს ესე იგი ზღვა დასავლეთით ზღვა ჩრდილოეთით რუსეთი მაგრამ მე გეტყვენ აბა მამის ზღვაო ხო აი ხო ჩრდილოეთით რუსეთი სამხრეთით თურქეთი აღმოსავლეთით აზერბაიჯანია და კიდე სამხრეთით სომხეთი და ირანი აი ახლა ისმის ლოგიკური კითხვა აი რამდენი პროცენტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ან მით უმეტეს ნატოში ეს ნატოს საერთოდ კომედია არის საერთოდ იმის იმედი რომ ახლა ნატოში გაგაწევრიანებენ ხო ეს პირდაპირ ომია აი ესეთი ვითარება ანუ იმისკენ სადაც არ მიგიღებენ აპრიორი და თანაც რომც მიგიღონ თუმცა როგორ უნდა ვერ მიგიღებენ იმიტომ რომ გეოგრაფიულად სხვაგან ხარ ანგრევ შენ ქვეყანას და იმათი ინტერესების გამო ესე იგი წირავ თავს რუსეთი კიდე არც რუსეთში არ მიგიღებენ რუსეთს აქ შემოსვლა არ უნდა იმითი რა ქვია ოკუპაციით რუსეთს აქ შვენივრად აქვს გადაცემული ესე იგი პალცემ მიხეილს სტრატეგიული ობიექტები მიყიდული აქვს თანაც რუსების კი არა თან ის ერთად რუსებიც არიან იქ რუსების სახელმწიფო კომპანიები და იქ კერძო კაპიტალია და კერძო კაპიტალში დასავლური ფულია სხვათა შორის ისე რომ იცოდეთ მეგობრებო შვენივრად აქვს რუსებს რაც ქონდა თითქმის ყველაფერი რუსებს გადაულოცეს აქედან გამომდინარე რუსებს არ უნდა ზედმეტი რესურსების დახარჯვა საქართველოს საოკუპაციოდ იმიტომ ოკუპაცია რო გააკეთონ აქ უნდა დახარჯონ მაშინ დიდი ფული გადმოიტანონ დიდი რესურსი და ასე შემდეგ და ამგვარები რუსებს ეს არ აწყობთ რუსებს ისედაც ყველაფერი აქვთ აქ რატო უნდა შემოიღოთ რუსები ტანკებს შემოიყვანენ იმ შემთხვევაში თუ მათ საკუთრებას მათ იმას რა ქვია სტრატეგიულ ინტერესს ანუ ჩრდილო კავკასიის პერიმეტრს რომლის გასვლილად ჩვენ ესე შეექმნება აფეთქების საფრთხე და ეს აფეთქების საქმე შეეხება იმ შემთხვევაში თუ გადმოვლენ თუ ტერორისტები როგორც იყო რა პანკისის ტრასები და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში თელ პერიმეტრზე და დაიწყება მათ შორის ესე იგი გარკვეული შეკავშირების პროცესი ამიტომ რუსეთი გააკეთებს იმას რომ დაიწყებს აქ ომს პროქსიძალების მეშვეობით მერე უკვე არმიის მეშვეობით შეესწება არმია შემოიყვანოს მაგრამ თუ დაინახავს რომ ხელისუფლება იცვლება და აი ამ პერსპექტივას თუ დაინახავს მას მოუწევს ესე იგი არმიის შემოყვანა რაც ოცნებაა ამათი ამისთვისაც არიან რა ამისთვის ოცნება რატო არის ამათი ოცნება იცი იმიტომ დავალება რომ იმათ რა შეაწყოთ რუსული არმიის შემოსვლა ხო ახლა დაუშვოთ რაში უნდა აწყობდეს რუსული არმია იმიტომ რომ პარტიზანულ ომს გააჩაღებენ და იმიტომ რომ რუსეთს ამ შემთხვევაში გამოსტაცებენ გარკვეულ ძალებს და მისი გამოფიტვის ახალ საშუალებას გააჩენენ ამავე დროს იდეოლოგიურადაც დაარტყავენ რომ შენ აი ერთის მხრივ რომ მართლმადიდებლური ქვეყნი იქნება ბუნებრივია აი მართლმადიდებლურ ქვეყანას რა უქმნეს კიდე ერთს და დასავლეთში და გლობალურ სამხრეთში იტყვიან რომ აი კიდევ ერთი აგრესია გამარჯვებულ დემოკრატიულად აღტყინებულ ქართველ ხალხს წაართვა დემოკრატია რუსულმა არმიამ ამას ძალიან კარგად იცი სალომე ზურაბიშვილმა რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას გამოვიდნენ დაუდგნენ აჯანყებულებს გვერდით და მოუწოდებს სკოლის მასწავლებლებს მოსწავლებს რომ დიახ უნდა იდგნენ იქ სადაც წყდება სამშობლოს ბედი და მათ შორის მათ თქვა რომ სამშობლოს ბედი ძალიან კარგია რომ ეს გასაჯაროება ხდება ამ პოლიციის თანამშრომლების და თქვა რომ ის პოლიციელები რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე არიან ისინი არიან ნარკოტიკული ამ ხალხს გვერდი თუ დგახართ თქვენ გარეწრებო თქვენ მართლა სამშობლოს მოღალატე სხვათა შორის ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა ბატონ სოსო ჩემი კოლეგასთან დაპირისპირებაში რომ მე აგვისტოს ომში იცისად ვიყავიო პირველი შევედიო პირველ ხაზზე ვიყავი შენ სად ვიყავიო არა რა აგვისტო ესენი სალომე ზურაბიშვილი გადაფრინდება თავის გორჯესტანები მოაწყო ესე იგი უკვე შესთავაზეს ხო ნახეთ პოლიტიკურ თავშესაბამი ერთ სახში და მეორე საფრანგეთში მოაწყო მაკრონის ადმინისტრაცია მაკრონს დაეშალა მართლა კაბინეტი ილოცავთ ხალბატონო სალომე თქვენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და გილოცავთ ხო და ესე იგი ხალბატონი კი არა ეს არ ვიცი რა დავარქვა ამას წაეთრევა იქა გაათრევენ და წაეთრევა იმ ამის მარცხის შემდეგ
ესენიც გაასწრებენ, ცხადია. და ჩვენ დავჩებით აქ, ესე იგი, პირში ჩალა გამოვლებული. აი ამ უბრალოდ აქ მოიდების გადამკიდე რა, რომლებსაც ახლა უყურებენ იმას, ჯერ მიშას ხო უყურებდნენ და დავით აღმაშენებელი ეგონათ. ახლა ესე იგი ხაზარაძეს ხო უყურებენ და იმას გვარამიას ხაზარაძეს, აი ამ გიჩი ჯაფარიძეს, ამ ბოკუჩავას და კიდე სხვათა მრავალთა პატიოსანთა დიდებულთა ქართველთა უყურებენ და გონიათ რომ მათ მიყავთ ისინი ევროპაში და ბედნიერ მომავალში. აი ასეთი ადამიანები ამდენი რო არიან, ეგ არის ქვეყნის პრობლემა მართლა. აი ეს რაც ვილაპარაკე დაგიბნოზებულები და წარმოადგენენ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მთავარ საფრთხეს. თუ თავისთვის პირველ რიგში, თავის შვილებისთვის წარმოადგენენ საფრთხეს. ამას ვერაცნობია, მე უბრალოდ მიკვირს დედიც, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემი შვილები დავტოვე სახლში და ვარა, მიკვირს. ვერაცნობია, იმიტომ რომ მაგათ ერთი ვიცი, მიშა უყვარს. მიშა უყვარს. ეს სხვა კატეგორიაა კიდე მიშა. არა, როგორ მიკადრება ბევრია, და უყვარს ის მიშა, აი შეყარებულია და რომ გიждდება ეს მიშასთვის, წარმოიდგინე, ჩარჩენილი აქვს და ვერ ამბობს ახლა რომ მიშა უყვარს. გამიგეთ? და მიშამ ისეთი რაღაცები ჩანერგა და ეს ტექნოლოგია იყო, რომ ეს იყო პანი. ანუ ხელისუფლებაში მყოფი პანი, ანუ სრულვილების განმახორციელებელი ფარული არაცნობიერი და აი ეს მიშა უყვარს და შურის ძიებით არის გამშვალო ყველაფრის მიმართ. და ესეთი რაღაცა დაწერა რომ ამ ახალგაზრდებს ვეღარ გააჩერებ, ბოტ ტაკ ესე დაწერა. და წერს ასეთ რაღაცებს. და წინამძღოლში ვითომ და ასეთ რაღაცებს წერს. იყო 9 წლიანი რეჟიმი, რო იყო 12 წლიან რეჟიმს, რატომ არ ხედავთ, გამიგეთ რეჟიმს უძახის ახლა ამას თვითონ საჯარო სამსახურში მუშაობს. ყოველ ესე ჯერ მიტინგზე სამსახურში მიდის, მე მიტინგზე მოდის. წარმოიდგინე. წერს ყოველად წარმოუდგენელ პოსტებს, მოუწოდებს რევოლუციისკენ, არავინ სამსახურიდან არ აღდებს. და რეჟიმი ყოფილა. რო შევეკითხე, მე თქვი, აი დამისახელებ რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება. რამდენ ადამიანს წაართვეს, აი მითხარი მეთქი რამდენიმე ქონება, ვინ წაართვეს. ახლა მაგალითად მიშას დროს რო დაუშვათ იმ ჭუდაწერეთებს, რომ ეგეთი რაღაცები ეძახა. ეხლა ხო იქნებოდა სადმე კასპიის ზღვაში, კვარი ხო ჩაიტანდა და მე წარმომიდგენია ის დებატები ვანო მერაბიშვილთან, რომელიც გუშინ მაგალითად ირაკლი კობახიძესთან რო გამართა. წარმომიდგენია სად იქნებოდა. რამდენი კაცს წაართვეს ქონება, ვინ მოკლეს? ხო რამდენი სისხლი დაიყვარა, წარმოგიდგენია? ეს რეჟიმი იძახიან და აი ციხეში აწამებენ ვინმე ეს. მაგრამ საქმეც ის არის რომ ამათ ეგ უნდათ. მაზოხისტური ბნება, რომელიც მათში ასეთი სადომაზოხიზმი, რომელიც ეგ უნდათ, ეგა ის აკმაყოფილებდათ ის, რასაც აკეთებდნენ მაშინ. ისინი რა ქვია, მიშა რასაც აკეთებინებდა ამ იმას თავის დანიშნულ ხალხს. აი მაგი უნდათ და ეკმაყოფილდებიან. ციხერო სანატორიუმად არის გადაქცეული ახლა და იქ რასაც უნდა იმას გადიან, გამოდიან და არავინ პასუხს არ თხოვს და აგერ ახლა რევოლუციას აწყობენ, სახელმწიფო გადატრიალებას ღიად ლაპარაკობენ და ესენი იმითი რა ქვია, რამე არის რამე ხო აგეტკინა? კი ბატონო და ირაკლი კობახიძე ამბობს ბატონოსო პრინციპში ჩვენ გადაცემას დასასრულს უახლოვდება თქვენთან ინტერვიუ არის ძალიან საინტერესო როგორც ყოველთვის მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენ მაყურებელს უნდა მივაწოდოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია 20 იანვარით სახლდება ხო ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაკეთების პოლიტიკაზე საუბრობს ქართული ოცნება რომელსაც ეუბნებიან რომ შენ მიდიხარ რუსეთში შენ მიყავა რუსეთში შენ არ გინდა დასავლეთი 20 იანვარი ახლოვდება ხელისუფლება ამბობს რომ დიახ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ის დაინტერესებულია ურთიერთობის აუცილებლად ახალ ადმინისტრაციასთან იყო კონტაქტი როგორც ირკვევა პირადი კონტაქტიც იყო და იქ გაგრძელდება კიდევაც კონტაქტები ტრამპის ადმინისტრაციასთან და ირაკლი კობახიძე ამბობს ასეთ რაღაცას დღეს მას ჰქონდა საგანგებო ბრიფინგი ყოველდღიურად ატარებს ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რაც მან დღეს თქვა ბოლო მოიღება საქართველოში კოჰაბიტაციას დასრულდება ნებისმიერი კოჰაბიტაციის გამოვლინება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერს გავაკეთებთ რათა სრულიად დავამთავროთ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი და ყველა ის პოლიტიკური ლიდერები რომლებიც ამოფარებული არიან აქციის მონაწილეებს მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ყველა კანონის წინაშე აგებენ პასუხს იმისთვის რაც ხდება საქართველოში ვერთმა უსმინოს
მერთმა უსმინოს. ძალიან რადიკალური განცხადება. რადიკალური განცხადება სხვა გამოსავალი აღარ არის. ახლა ერთ კიდე ერთ რამეს ვიტყვი. ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია რა არის როგორც ჩანს კოლონია და რა ფორმით ხდებოდა ამის განხორციელება და იძახიან ადრე რატო არ გააკეთეთ ის რატომ დანიშნეს ბევრი რაღაცა შეეძლოთ არ გააკეთეს მაგრამ ამ საკითხში აბსოლუტურად რადასწორები არიან იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მე რა ზეწოლები ზუსტად ვიცი და ეს ზეწოლები ხო ხედავთ აი ახლა რაც არის ზუსტად ისეთი იყო კაბინეტებში იჯდნენ იჯდნენ ეს უბრალოდ სასაცილოც არის ახლა ეს რა თქმა უნდა ამაზე საუბარი მაგრამ გერმანიას ამოქმედებ გერმანიაში მოიყვანეს ისეთი მთავრობა კანცლერად ყველას ჰქონდა მოწერილი მეტნაკლებად რაღაცნაირად გერმანიის ინტერესებსაც იცავდა გერმანიაში მოიყვანეს ხელისუფლება რომელსაც გერმანიის ეკონომიკა დაანგრია ყველაზე განვითარებული ეკონომიკა ერთ-ერთი მსოფლიოში ხო გერმანიას ჰქონდა 1.300 მილიარდის ექსპორტი 100 მილიარდი ევროსი და 100 მილიარდი დაახლოებით რა ციფრებში თავისი ხელით დაანგრევინეს გერმანიის ეკონომიკა იხურება უამრავი საწარმო და გადადიან და გაძვირება და უბედურება ხო ჩინეთთან ვეღარ უძლებს კონკურენციას სულ არ მიხარია ახლა მე დავუშვით გერმანია ჯერეთი გერმანია კულტურულად ძალიან ახლოს არის ჩვენთან ძალიან და ძალიან დიდი ის არის რა ქვია ჩვენთვის გერმანული კულტურა ხო როგორ შეიძლება ხა ადამიანს გერმანული კულტურა არ გიყვარდეს თუმცა ახლა ხუნვე იმინებს გინდა გერმანული კულტურა უთხარი გინდა ქართული და გინდა ტაბასარანული საერთოდ არანაირი მნიშვნელობა ამათთვის არა ხო მაგრამ აი ესეთი იქ ისეა კონტროლი იმხელა კონტროლია თუ ბაზებია იქა და ასე შემდეგ რომ აი ხო ხედავთ რასაც აკეთებინებენ ახლა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა ჩვენთან ხორციელდებოდა ეს გავლენა ძალიან მძიმე ფორმებით. და ვიღაცას გონია რომ კულტურულად გილაპარაკებიან და დიპლომატიურ ენაზე და ეს ყველაფერი გარეთ ჩანს. თორე შიგნით სხვა დონეზე ვირის ლაპარაკი, ახლა ვისაც გამოცდილება არ იცის და ეს ხელისუფლებამაც კიდევ ვერ დააყენა საშუალებასაც აკრძალულია სკოტაშორის. ეხლა მე რასაც ლაპარაკობ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ლაპარაკობენ და როცა ხელისუფლება იმიტომაც შეიქმნეს ხალხის ძალა რომ მაგ თვითონ რა თქოს ვერ ლაპარაკობთ იმას რაც უნდა ვილაპარაკოთ და ეხლა ილაპარაკებენ და უნდა ილაპარაკონ მეტი ახლა მე რასაც ვილაპარაკობ მე სხვამაც უნდა ილაპარაკოს და უნდა თქვა სინამდვილეში რა ხდებოდა რა თხოვდნენ რა თხოვენ და რა პერსპექტივაა და ეს მითი კი არა წვეტილად კი არა ყოველდღიურად უნდა მიდიოდეს ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში კერძოდ იქ რო შევარდნენ ეს ისინი რა ქვია საოცრად სიმპათიური ხალხი და ფსიქიკურად ძალიან მდგრადი რაც თავარია ფსიქიკურად მდგრადი ზნეობრივი სხვათაშორის არის ახალგაზრდა რომელიც ყვიროდა იქ ყოფილა თორცევი რეჟისორი ხო მე არ ვიცი ვინ არის წარმოდგენაზე არა ვარ ვინ არის ფელინია ხო არ ვიცი რეჟისორები მწერლები კომპოზიტორები ხო ყავს ეს ანუ ეს არის ტიპიური სოროსის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია რომ დაუნიშნო ყველაზე უფრო უტვინო უნიჭო და გარყვნილი ელიტა სამართავად განცირულ ესე იგი ქვეყანას დაუნიშნო ისინი ვინც ყველაზე უფრო დაბლადგას ამ ნიშნები იმიტომ რომ მატრიცა რა არის რომ როგორ ვითარდება ერი და ქვეყანა როგორ ვითარდება რომ მისი ელიტა არის რჩეული ანუ ისეთი თვისებებით ქონე რომელიც მისაბაძია ხო და შეესაბამება იმ ნორმებს რომელიც გვაქვს ჩვენ თითოეულს რა ერს აქვს ეს ნორმები და ეს ელიტა ამას უნდა შეესაბამებოდეს და აქ ზუსტად იმ ნორმებს არ უნდა შეესაბამებოდეს უნდა ისეთი ელიტა დაუყენო წინ ანუ ელიტა ვინ არის წელები შევშ ხელოვნების დარგში ყველგან ამ სფეროებში ხო ისეთი უნდა დაუყენო წინ რომელიც მატრიცას არ შეესაბამება ანუ აქსიოლოგია ანუ ღირებულებით ჩკალას რომელიც გვაქვს საუკუნეების განმავლობაში ხო რომელიც ადამიანს ქმნის იმას არ უნდა შეესაბამებოდეს ეს ქმნის შიზოფრენიას ადამიანში ქმნის აი კოგნიტურ დისონანსს ადამიანები გამოსული არიან იმიდან წყობრიდან ანუ ესე იგი აი ძალიან გავს აი მეფუტკრეები გამიგებენ იქ მიმდინარე პროცესებს და უშუალოდ როცა ჩაერევი ისე აი ეს კა გუდმივ იმაშია
კი ბატონო. აი მართლაც გული მტკივა ბატონო, რომ უყურებ კადრებს, როდესაც ეროვნულ სიმბოლიკას, როგორიც არის დროშა, როგორ ეპყრობიან მას და კადრი ალბათ ნახეთ, როდესაც ერთ-ერთმა სპეცდანიშნულების რაზმმა აიღო ეს დროშა, რომელიც აქციის მონაწილე გაშავა იმ დღეს და მან წაიღო ეს დროშა და ამ დროს ჩვენ ხედავთ რომ LGBT-ს დროშა ევროკავშირი მე არავნაირი საწინააღმდეგო არც ევროკავშირი და შეერთებული შტატების რეალური პოლიტიკის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს თუ ის იქნება ადამიანურ პოლიტიკაზე აგებული რასაკურველია მაგრამ იქ როდესაც ტრიალებს ევროკავშირი შეერთებული შტატების და LGBT-ს დროშა მაგრამ შენს ეროვნულ სიმბოლიკას აყენებ შეურაცხყოფას ომონს უწოდებ შენი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმს შენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ძალებს ეს ჩემთვის პირადად მართლაც შეურაცხყოფელია, რასაც ვუყურებ და სწორედ თავდაცვაზე, როდესაც საუბრობ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა დღეს ბატონსოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის მიღებული. პრინციპში დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომ დავით კეზერაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5.600.000 евро გაფლანგა. ეს არის ის ბრალდება, რაზეც მას 5.600.000 სტრასბურგის სასამართლოს მინდა უთხრა, რომ ესე იგი ამის მიუხედავად მას აღვიქვამენ როგორც პოლიტიკური დევნილი და მას აქვს ტელევიზია, რომელიც არის რევოლუციაში ჩართული. არ ყოფნიდათ, ასე რომ აი 5.600.000 ალაპარაკს. კონცენტრების სათემა არიციან, მაგათმა. საინტერესო. პრინციპში თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური დევნილი, ეს არის მისი განაჩენი. ნუ სტრასბურგის სასამართლომ შეიძლება თქვა, მაგრამ შედეგები რა იქნება, ეს მეორე საკითხი, იქ საერთოდ კომედიებია. ჰააგის სასამართლომ მაგალითად იმას ომის დანაშაულებებისთვის ნეთანიაჰუზე ორდერი გამოწერა. ჰააგის სასამართლოს ორდერი გამოწვეული პუტინზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა, ესე იგი, ჰააგის სასამართლოს პუტინის წინააღმდეგ როდესაც დააწესა სანქციები, რომ პუტინი უნდა დაპატიმრდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ექვემდებარებიან ჰააგის სასამართლოს. მაგრამ როდესაც ნეთანიაჰუზე გამოიტანა ეს იგივე განაჩენი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა სანქციები დაუწესა იმ მოსამართლეებს, ვინც ეს ნეთანიაჰუზე სანქციების დაწესება დაპატიმრების ორდერი გასცა. დაპატიმრების ორდერი გამოსცა. აი ასეთი საოცარი თან აი კომედია რომ რა თქმა უნდა ყველა ეს ნაბიჯი არ არის ასე ვთქვათ, მაგრამ ლაპარაკი იყო 200 ბავშვის გაყვანაზე უკრაინიდან. ხო? უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. ეს იქნა მიჩნეული იმის საფუძვლად, რომ ომის დამნაშავედ გამოცხადებულება პუტინი. და ომის დამნაშავედ რო გამოაცხადეს, ესე იგი, ნეთანიაჰუ, სადაც მოგეხსენებათ ესე ბავშვების საოცარი მსხვერპლი იყო, განურჩეველი დაბრუნებები იყო, ხო? ხაზაში. ხაზარი არის ერთი ქალაქეთი რაიონია რა. ის იმას როგორ გაბედეთ თქვენ, როგორ დაუწესეთ სანქციები, თქვენ ასეთებოდა, ისეთებოდა, სანქციები დაუწესეთ, როგორ გამოგწერეთ ორდერიო და სანქციები დაუწესეს. დემოკრატიული ამერიკა. დაპატიმრებაზე გასცეს. დემოკრატულია. ესეთი საოცარი. თავისუფალი ამერიკა, თავისუფლების აკვანი, ხო ასე იძახიან ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. და კიდე ესე იგი უნებიან, რომ აი ეს რევოლუცია უნდა მოგიწყოთ, აქ პოლიგონად გადაგაქციოთ, თორე ესე იგი და ეს იქნება ნამდვილი დემოკრატია. ეს სხვათა შორის საინტერესო იყო ბაიდენის ბოლო გადაწყვეტილება, როდესაც საკუთარი შვილი შეიწყალა. მსგავსი ალბათ არ ვიცი, კარგცენდება. ნამდვილად უპრეცედენტო ბატონსოსო. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის. იმედია, რომ ყველაფერი დასრულდება მშვიდობიანად და ის განზრახვა, რაც არის რეალურად რადიკალური ოპოზიციის გეგმაში, სახელმწიფო გადატრიალება ეს იმ ფონზე უნდა მოხდეს, რომ საკრალური მსხვერპლი, რაზეც არის საუბარი, ეს არ მოხდება ამ ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენ სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს შემდგომ. და ხალხი ჩვენთან ეს აქტიური ვერავინ გვიშველი ჩვენთან თუ არ ვიაქტიურებთ ადგილებს. სამეზობლოში, სოციალურ ქსელებში, სამსახურებში არ მიცეთ საშუალება რომ დაგაბულიკო. არავითარ შემთხვევაში.
თუ იქნება ახლა გასაგებია რომ ეს ხროვებად იციან ამათმა და ასე შემდეგ შემორულებმა ეგრე იციან საერთოდ. აი ზომბი აპოკალიფსის უგურო ცოტა შორის აი უკბენენის უცხოპლანეტელები და მე რო ერთ-ერთი ქალაქები რო გიждდება. აი ეს პროცესი გვაქვს, ამიტომ არ უნდა მივცეთ კბენის ხრენის საშუალება ედება ეს ფსიქიკური ავადმყოფობების სხვათა შორის. ხო და გადამდებია საშინლად. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული ბულინგი, კონტრბულინგი უნდა ვაწარმოოთ. კონტრბულინგი. არც ერთი სიტყვა არ უნდა გაუტაროთ. აი კიდევ ერთხელ არც ერთი სიტყვა ამათ არ უნდა გაუტაროთ. როგორც იმიტომ რომ რაც აქვს ეს რუსეთში მიგვათრევენ რაღაც სიგიჟეებს რო ლაპარაკობენ, ხო? რუსეთში რო ვიძავთ ახლა უკვე ჩელიაბინსკში ხშირი არიან, ხო? ეს არავითარ შემთხვევაში ეგ სიგიჟეები არ უნდა გაუტაროთ, არ უნდა დავამკვიდრებინოთ, იმიტომ ეს სიგიჟეები არის ეს აზრფორმები არის ის, რითიც ჩვენ მიგვაქალებენ პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ, პირდაპირ საომარი მოქმედებისკენ, პირდაპირ ამოწყვეტისკენ. აი ეს ტექნოლოგიაა. ტექნოლოგიაა ჩვეულებრივი, ამას ქვია ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ეს ამ პროგრამის მიხედვით ესე იგი აზომბირებენ ადამიანებს და მე აი მაშინ რა ქვია შიშველ პისტოლეტში, ხო? შიშველ რევოლვერში. ეს სერჟანტ დრებენი და ეს რო არის, ხო? I must kill Queen რომ მიდის. აი ესე დადიან ესე იგი ამ იმაში რუსთაველზე, რატო დგან? აი გაუგებულ როგორ დგანა? აი რო დგანა? და რა? ნუ დგავარ. და რა? ჯერ ეს გაყალბებაზე ხო ვიძახდი თუ აუცილებლად იტყვიან ამ გაყალბებას აუცილებლად, ხო? 6 თვის წინ. ასე იტყვიან, ასე და ზუსტად ისე მოაკეთებენ. კი ბატონო. რამე შეგუშალა? ჩვენ არაფერი არ შეგუშალა, მაგრამ სადღაც ხელისუფლებას შეეშალა და დაუშალა შეცდომა, რომ აქამდე მიყანა. ხედავ ამ პერსპექტივას, მე ამიტომაც ესე იგი ესე თავგანწირული ლაპარაკობ, ნამდვილად ესე მეხარჯება ბევრი ენერგია. უბრალოდ ამას ხედავ მე როგორც თქვა ახლა ხო ვიცით რაღაცა აუცი პროცესები როა რა ამის მერე ეს იქნება სამზარეულოში მაგალითად რაღაცას რო ამზადებ რაღაცას რო დაადგავ აუცილებლად მოიხარშება სხვათა შორის როგორც თულანდა ვიცით ხო ეს ხო არის დიდი პროგნოზირების უნარი და წინასწარმეტყველება მაგალითად ტოლმას რო ჩაადგოთ გაბატონო თუ არა აუცილებლად მოიხარშება ერთ საათში ზუსტად ეგეთი სიტუაციაა აუცილებლად ეს ჩაეს თუხთუხი სხვათა შორის ტოლმას არ უგებენ ჩვენ გააკეთებენ ტოლმას სხვათა შორის რობერტ სტურლამ გაავრცელა განცხადება რუსთაველის ეროვნული თეატრი არ არის ხელოვნების ტაძარი და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა მისი მოვალეობა არ ჩაერიოს პოლიტიკაში ასეთი არის ბატონი რობერტის განცხადება ბატონ სოსო ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს კი ვთხოვ გამოიწერეთ ჩვენი არხი გაიზიარეთ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც მთავარია მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ხვალამდე მშვიდობების და შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ნახვამდის